მოკლედ როგორც იქნა დავადგი საშუალება იმას, რომ ჩემი ულამაზესი ფოსფორის მანიკური მოვიცილო. აცეტონი. ხოდა სანამ აცეტონით მოვუშვებ ხა მე ამ ჭხილებს, მინდა რომ ამაზე ველაპარაკოთ. ცხოვრობ პირველ წამის მანიკური ჰელოუინის გამო, მაგრამ როგორ მაგზნობია თავი. რა თქმა უნდა, მაგრა გზნობდი. ძალიან საკაიფო გზნობდი თავს, იმიტომ რომ პლუს ანათებდა და მე ისო ძალიან მომეწონა. არასდროს არ მეგონა რომ ჩემი ჭხილების ფორმა ესე ძალიან შეიძლება მომწონებოდა. ეს როგორ იხსნება? სხვებზე მომწონდა ხოლმე ბიჭებზე შავი მანიკური რო ესოთ ხოლმე თვლიდი რომ იმათ ხდებოდათ. ჩემზე არასდროს არ მეგონა რომ მეოდეს მე გავიკეთებდი ან მომეწონებოდა ან მიმზღველად ჩავთვლიდი. ხოდა იმას ვამბობდი რომ პირველად ცხოვრებაში გავიაზე როგორ გზნობენ თავს გოგოები როცა ახალ გაკეთებული შილაკი აქვს. ან თუნდაც მანიკური არ აქვს მნიშვნელობა. ანუ რა მომწონს? არ მოველოდი მართლა. მაგრამ ხო წამით არ მიგზნია თავი რაღაც ნაკლებად მამაკაცურად ან რაღაც კალუსიად ან ქალად ან ფემინურად საერთოდ არა. ლამაზია, ანუ როგორც საყურეს ვატარებ 16 წლიდან და ძალიან მომწონდა მაშინაც და ბეჭდებს ვატარებ და ძალიან მომწონს, ანუ არასდროს არ ვიждებოდი ჩემ ხელებზე, იმიტომ რომ მოწოდა ბოტოთა ხელები მაქვს. თან დიდი ზომის ხელები არ მაქვს, ანუ ძალიან მამაკაცური ხელები არ მაქვს და ისეთ ვიძე დააყენა გამოკვეთა, რომ პირველად ცხოვრებაში აი აქტიურად მომეწონდა საკუთარი თითები. ანუ არასდროს არ მქონია ეგ. და ძალიან გამისწორდა. აი მოკლედ პირველი თითი გავათავისუფლე. ნახე როგორი მოსაწყენია ამათან შედარებით. მოკლედ იმის გამიდოდა რა ვიცი არ უბიძგებ არაფრისკენ. თუ არ მოგწონდა it's okay. ანუ მაგრამ თუ ვიღაც სხვაზე მოგწონებიათ ან აუ იქ იუთუბერზე, სტრიმერზე ვიღაცას გინახავთ და გიფიქრეთ რა გამაგავიძეა. ცადეთ, ანუ საღებავია. როგორც მაკიაჟი. მაკიაჟს საღებავს სქესი არ გააჩნია, ანუ ცადე, მოგეწონება, არ მოგეწონება, მოიშორებ აცეტონით და მორჩება. ხო და მოკლედ ამ ვიდეოს მთელი არსი ისა რომ ერთხელ ცხოვრობთ. ცადეთ რაღაცეები. არ მოგეწონებათ? აღარ ქნათ. ხო? არასდროს ესე რაღაცნაირად ლამაზად, სექსუალურად მიმზიდველად არ მიგზნია თავი. ანუ მარტო იმის გამო რომ საკუთარი ხელები დიდად არ მომწონდა არასდროს და ამან იმხელა ეფექტი მისცა, რომ მეთქი ვა! ხო და გამისწორდა. ძალიან მესიამონა და მიხარია რომ ცადე. ხო და არასდროს არ იცი რა მოგეწონება რა არ მოგეწონება, ასე რომ თქვენ ცადეთ. მე კიდე გავაგრძელებ მოშორებას კიდე 2 ვაცარი მაქვს მოშორებელი. ცოტა აცეტონის და ბევრი ძალისხმევის მერე ჩემი ჭხილები გათავისუფლდნენ. ფოსფორიანი მანიკურისგან. მაინც მაგ დარჩენილი ცოტა ნუნების ადგილებში ვერ გავიძრე ფიზიკურად, ანუ ეხლა მესმის რატო აღარ ისვენ გოგოები მანიკურს უბრალოდ. რატომ ამბობ მანიკურს რაღაცნაირად? მანიკური. ეხლა ხვდები რატო აღარ ისვენ გოგოები მანიკურს და იკეთებენ პირდაპირ შილაკს. დაიწყებე, აიძრე, ამით უნდა უხახუნო. დავიღალე. ნახევარ საათია ვიშორებ. ხო, დღესაც სულ ეს სხვა, ვაჰეთ.